ასაფ ბენიამინი ვარ, 53 წლის კაცი, რომელიც დღესდღეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ვითვლები. ამჟამად იერუსალიმში, ისრაელის სახელმწიფოში ვცხოვრობ. ამ წერილს 2026 წლის 8 იანვარს, ხუთშაბათს ვწერ. გულითადი თხოვნით მოგმართავთ, იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვები თქვენს გულებამდე მიაღწევს. ჩემი ცხოვრება, ისევე როგორც მრავალი სხვისი, სირთულებითაა სავსე. ამ სიმძიმის მიღმა დგას სისტემური პრობლემები, რომლებიც წლობით გვდევს თან. ამ პრობლემების მიზეზი არის ისრაელის ხელისუფლების უარი, უზრუნველყოს ღირსეული არსებობაში მპირებისა და უსახლკაროებისთვის. ეს უარი მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება, რაც დღითიდღე ამძიმებს ჩვენს მდგომარეობას. ეს დამოკიდებულება ქმნის რთულ, მუდმივ და ხშირად აუტანელ ყოველდღიურ რეალობას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად უარესდება. ეს გაუარესება კი პირდაპირ აისახება ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან სამედიცინო ხარჯები იზრდება. მკურნალობის ღირებულება ყოველდღიურად მატულობს, რაც ჩემთვის დიდ ტვირთად იქცა. აუცილებელი მედიკამენტების ფასიც სულ უფრო მაღალია. სამედიცინო ტესტები და გამოკვლევები მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. დამხმარე საშუალებებისა და სერვისების საჭიროება მუდმივია, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს ფინანსურ ტვირთს. ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, გონივრული გადაწყვეტილებები ან დახმარება არ არსებობს. შიმპირებსა და მარტოხელა ადამიანებს არ გვთავაზობენ გონივრულ გამოსავალს. არაერთხელ ვცადე სხვადასხვა წყაროდან დახმარების მოძიება. თუმცა ყოველ ჯერზე გულგრილობის შეუვალ კედელს ვეჯახები. ზოგჯერ ეს დამოკიდებულება პირდაპირ მტრულ განწყობაშიც კი გადაიზრდება ხოლმე. სისტემური ხარვეზები ბიუროკრატიულ გულგრილობასთან ერთად ჩვენს ცხოვრებას გაუსაძლის ხდის. ამიტომ დღეს უბრალო და ჰუმანური თხოვნით მოგმართავთ. მე არ ვითხოვ დიდ ჟესტებს ან ზედმეტს. ჩემი მოთხოვნა ძირითად საჭიროებებს უკავშირდება. მხოლოდ ღირსეული არსებობისთვის აუცილებელ მინიმუმს ვეძებ. მინდა, რომ ჩემსავით ადამიანებმა შევძლოთ ცხოვრება ელემენტარული ღირსებით. ვეძებ ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაციების შესახებ. ასევე მაინტერესებს ინფორმაცია სხვადასხვა ასოციაციებისა და კერძო ერთეულების შესახებ. მიზანია ვიპოვო ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურ გრანტებს გასცემს. ეს გრანტები განკუთვნილი უნდა იყოს ავადმყოფი, შინ და უსახლკარო ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ამ გრანტებმა უზრუნველყოს ღირსეული საბაზისო არსებობა. ნებისმიერი ინფორმაცია, მითითება ან დახმარება, რაც შეიძლება გამიზიაროთ, უზარმაზარი მნიშვნელობის იქნება. ეს ყველაფერი შესაძლოა ერთი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. მიუხედავად ყველა სირთულისა, მე მაინც ვინარჩუნებ იმედს. ჯერა რომ სიკეთე და თანადგომა არსებობს ამ ქვეყნად. ჯერა რომ თქვენი დახმარებით შევძლებ ამ უსასრულო ბრძოლაში გამარჯვებას. თქვენი მხარდაჭერა, თუნდაც მცირედი, ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის მომცემს საშუალებას გავაგრძელო არსებობა და შევინარჩუნო ადამიანური ღირსება. თითოეული სიტყვა, თითოეული რჩევა, თითოეული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს დასახმარებლად გადაიდგმება, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით. ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ უთანასწორო ბრძოლაში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ხმა მოისმენს და ჩემს მოწოდებას გამოეხმაურებით. წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. თქვენი დახმარებით შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება. შევუქმნათ მათ ღირსეული მომავალი. მე ასაფ ბენიამინი ვარ და თქვენი დახმარების იმედი მაქვს.